პარლამენტში განიხილება ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში, რომელიც პირველად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აწევს უფლებას დაასანქციროს მეორადი საბურავების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და ადვილად აალებადი ან ფეთქებადი მასალების არასწორი განთავსებისათვის. ფიზიკური პირებისთვის ჯარიმები მერყეობს 2500-დან 10000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 5000-დან 30000 ლარამდე. ალექსი ნონიაძეს ვრთავთ ახლა საქმიან დილაში, პირდაპირ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხუანინგეს ტერიტორიიდან გვერდდება, სადაც დღეს არის დაგეგმილი აქცია სახელწოდებით გაჩერებული მანქანა, გაჩერებული ეკონომიკა. ალექსი ნონიაძესთან ვინაცვლებთ თემაზე სასაუბროთ. მოგესალმებით ბატონო ალექს, მადლობა თქვენი ჩართვისთვის და დროისთვის. მოგესალმებით, მადლობა ყურადღებისთვის, მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს. მადლობა თქვენ. ბატონო ალექს, პირველ რიგში მინდა საუბარი დავიწყოთ ახალი რეგულაციით, რომელიც ეხება საბურავების განთავსებას და რეალიზაციას. რა ცვლილებებს ელოდებით თქვენ ამ ახალი რეგულაციით? პირველ რიგში მაყურებელსაც სურათი რომ კარგად და ადვილად აღსაქმელი იყოს, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ სტატისტიკურად დაახლოებით რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში ამ მიმართულებით და შესაბამისად როგორ იმოქმედებს ეს ავტოინდუსტრიისთვის ეს ახალი რეგულაცია? ბატონო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რეგიონში საქართველოს ვართ ავტოხამი, რატო ვართ ავტოხამი? იმიტომ რომ აქ ამათო ავტოიმპორტი არ არის, აქ დამატებითი სერვისებია, ავტომობილი რომელიც შემოდის, იმპორტირებული ავტომობილი რომელიც შემოდის ქვეყანაში და სათანადო სერვისს უწევს და აი ამ სერვისული მომსახურების საფუძველზე იქნება დამატებითი ღირებულება და შემდგომ ქვეყნის გარეთ რო გადის, შემოგვაქვს ექსპორტის სახით რო გადის, შემოგვაქვს დამატებითი ღირებულების სახით დამატებითი დოლარების ნაკადი. რაც ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასე ვთქვათ, ასაზრდოებს. ამ საქმეში არის ჩართული ავტოიმპორტი, მომიჯნავე დარგები, მათ შორის საბურავები, აკუმულატორები და ასე შემდეგ. ჩართული არის დაახლოებით 225000 ადამიანი. ამ ადამიანებს უკან ოჯახებია და შემოსავალია. მოკლედ, კარგია თუ ეს ცუდია, პირობითად ვიღაცისთვის ცუდია, როგორც ირკვევა და უკვე არის ეს რეგულაციები შემოდის და საკმაოდ ესე ცდილობენ რომ ხელი მოუჭირონ ამ ადამიანებს და ბიზნეს საქმიანობის წარმოების საშუალებას არ აძლევენ და გარკვეულ რეგულაციებში ისურთ მოაქციონ, ну ვიღაცისთვის ეთქობა რომ რა ვიცი, არ მინდა პირდაპირ ესე ვთქვა მიუღებელი, მაგრამ გარკვეული წინააღმდეგობები ამ თემასთან დაკავშირებით არის. მოკლედ, საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული ამ ბიზნესში, წლების განმავლობაში ეს ადამიანები ფაქტიურად თვითდასაქმებულები არიან და სახელმწიფოსაგან აბსოლუტურად არაფერს არ ითხოვდნენ. ამ ეტაპზე ხომ არ გაზრდის მომსახურების ფასს, ბატონო ალექს, ანუ ეკონომიკური გავლენა როგორი ექნება აი ამ რეგულაციას? კი ბატონო, რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენას, რა თქმა უნდა გაზრდის ფასებს, რა თქმა უნდა ორიაზე არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ იყო და თბილისში დაიწყეს მსგავსი რეგულაციების წარმოება. მოგეხსენებათ, 1 იანვრიდან იყო ეს თემა აქტიური და უკვე ძველი ახალი წლების შემდგომ პერიოდში უკვე დაიწყეს ამ ადამიანების დაჯარიმება. ძალიან ბევრმა მეწარმეებმა შეძლო ის, რომ დახურეს მაღაზიები და გადაიტანეს უფრო პერიფერიებში. ეხლა უკვე ამ ადამიანებს მიყვებიან პერიფერიებშიც. ასე ვთქვათ, იქაც დაიწყებენ ამის დაჯარიმებას. საბოლოო ჯამში ესე გამოდის, რომ ამ ადამიანებს ეუნებიან, რომ ბიზნეს საქმიანობა არ აწარმოებს, ხო? ანუ რა ქნას მაგ შემთხვევაში იცი დაკავდეს მაშინ, როცა ეუნებით ადამიანებს, რომ რაღაც ბიზნეს საქმიანობა არ აწარმოო, პარალელური ალტერნატივა სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ხო? და პარალელურ ალტერნატივას სამუშაო ადგილებს არ ვთავაზობ. ანუ კიდე ერთი საკითხი, სადღაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს სექტემბრისთვის შემოიღოს დამატებითი რეგულაციები ნარჩენებთან დაკავშირებით, რომელიც მეორადი ავტონაწილებსაც შეეხება, მათ შორის საბურავებს ხო ეხება და ეხება, ანუ პარალელურად არამარტო ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს, რომ მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება. მუნიციპალიტეტებზეც ვრცელდება და უყურეთ ისი თქვა და მხოლოდ ერთი სიტყვით, რომ ჩვენ მქონდა საკრებულოში, თბილისის საკრებულოში შეხვედრა და მაშინ დავუსვით საკითხი, რომ რომ გარკვეული რეგულაციები შემოგაქცეს, ეს გარკვეული მოთხოვნები გაქვს ბიზნესის მიმართ, ხო? და პარალელურად შემოაკიდა ცენტრალურ ხელისუფლებას. ის ერთმანეთთან შეჯერებული ეს საკითხი არ აღმოჩნდება ისე, რომ უყურეთ ისი თქვა მინდა, რომ ეხლა ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რომ რაღაც მოთხოვნებს აუყენებენ ბიზნეს სუბიექტებს, არ აღმოჩნდება, რომ სექტემბერში სხვა
რეგულაციების ამას გვიჩვენებს დრო ბატონო ალექს ახლა ამაზე გაგვიჭირდება პროგნოზის გაკეთება. შემაჯამებელ კითხვაზე მინდა ბატონო ალექს გადავიდეთ. თქვენ ახლა გვერდებით ხუალინგის ტერიტორიიდან, სადაც დაგეგმილი არის აქცია სახელწოდებით გაჩერებული მანქანა, გაჩერებული ეკონომიკა. დღეს თქვენი მოთხოვნა რა არის და აქციის მთავარი გზავნილი? კი ბატონო, უბრალოდ ჩვენ შევიტანეთ კიდევაც განცხადება, რომ გვინდოდა მშვიდობიანი აქცია მსვლელობა თბილისის ქუჩებში უარი გვითხრეს. ამიტომ ჩვენც უარი ვთქვით, შევიკრიბეთ ხუალინგის ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობას ხელს არ უშლით და ეს არის აქცია პერფორმანსი სახელწოდებით გაჩერებული ავტომობილი, გაჩერებული ეკონომიკა. და მოთხოვნა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა და კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ხელისუფლებამ და გამბაჟება 6 წლის ზემოთ ავტომობილების და არა მარტო თორმე აღმოჩნდა, რომ 6 წლის ქვემოთ ავტომობილების გამბაჟებაც გაიზარდა. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს ავტოიმპორტიორებს და ავტოფლობელებს, რადგან როგორც ახლა მიგითხარით 225,000 ადამიანია ამ სექტორში დასაქმებული და კიდე 2 მილიონამდე ავტოფლობელია და ყველას ასე ვთქვათ მომავალზე პირდაპირ თვირიბად ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს. ამიტომ ესე სწრაფად ფორსირებულ რეჟიმში კანონპროექტის გატანა არ არის მიზანშეწონილი. ძალიან ბევრი შეცდომები იქნება დაშვებული, რომელსაც მე სამაგიეროდ გადაიხდის არა რომელიმე კონკრეტული ვთქვათ გადაწყვეტილების მიმღები, არამედ მთლიანად ქვეყანა და დარგი. ამიტომ ეს რო არ დაუშვათ, კარგი იქნება თუ არ ვიჩქარებთ, შევთანხმდებით და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ დარგთან შეთანხმებით. რასურს დარგს, რომ გამოვიდეთ ერთის მხრივ, რომ არ დაზარალდეს ბუნება, არ დაზარალდეს ეკოლოგია, ხოლო მეორეს მხრივ არ დაზარალდეს ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკა. მადლობა ბატონო. მადლობა ჩართვისთვის, თქვენი დროისთვის და გაგვიზიარეთ, როცა პასუხი გექნებათ შედარებით უფრო დეტალურად. მადლობა ჩართვისთვის. ალექსი ნეონიაძეს უმასპინძლობდით, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო დღეს საქმიანი დილას ეთერში.